მოგესალმებით. ძალიან მეჩქარება, აი სულ ესე იწყებენ ხოლმე ვლოგერები. რომ აი ძალიან მეჩქარება 5 წუთი მაქვს დრო. 5 წუთი არ მაქვს დრო, უფრო მეტი მაქვს, მაგრამ მართლა ძალიან მეჩქარება. ჩემ მეგობარს უნდა შევხვდე. იმდენი ვიბოდიალე, მთელი დღე რაც ავდექი, საათ ნახევარი თითქმის არაფერი არ მიკეთებია და ესე გავიდა დრო. ბოდიალში. დივა რომ ჩემს მეგობარს შევხვდე ყავაზე, იყო მოგზაურობაში სამხრეთ აფრიკაში და საოცარი ფოტოები დადო კეიპთაუნიდან, ცოტა კეიპთაუნი ძალიან მაინტერესებს და ძალიან მინდა მან წასვლა, აუცილებლად წავალ ოდესმე. წესით უკონა გავიდე, დაახლოებით 5 წუთში საუზმეც ვერ მოვასწარი, იქნებ კივი მეჭამა. ეს არის ყვითელი კივი. ეს მწვანე გამომივიდა. ანუ რაც აქამდე ჭამე იყო ყვითელი და ეს მაინც და მაინც რატო გამოვიდა მწვანე, არ ვიცი. ცა მეორე ვნახო, იქნებ მეორე იყოს ყვითელი და თან გაჩვენებთ. ნუ არა, ორივე მწვანეა. აქამდე რაც ანუ არა და მეგონა რომ ვიყიდე ყვითელი კივი. და არის უგემრიელესი, ისეთი ტკბილი, აუ ეხა ეს მჟავე იქნება. ძალიან გემრიელია. ახლა წავალ მეტროთი. ჩემ ერთ-ერთმა გამომწერმა მთხოვა რომ გვაჩვენეო ეს მეტრო მატარებელი ტრამვაი ისრაელშიო საინტერესო იქნება. თავარია ზედარ ჩამოვიწუწო. მინდა გამოვეხმარო რომ წინა ვიდეოს მოდაზე და სტილზე ისრაელში, რომელსაც ცოტა უცნაური სათაური დავაწერე და ამის გამო შემისწორეს კიდეც. შესწორებას ვეთანხმები, ანუ რაღაცა უცნაურად ჟღერს ნამდვილად, მაგრამ ხა გეტყვით მიზეს, რატო დავარქვი საქართველოსა და არა, განსხვავება ქართულ და ისრაელურ მოდას შორის, მე მგონი. ნუ მოკლედ სიტყვა ისრაელური გამოვიყენე, ხა რატო გამოვიყენე ეს სიტყვა და არა ებრაული. ჩემთვის ანუ ებრაელობა ასოცირდება რელიგიასთან. რა თქმა უნდა, ხო? ანუ ჩემთვის არა, ისედაც ესეა, ფაქტია. რომ ანუ ებრაელობა ანუ ნიშნავს რომ ხარ რაღაცა რელიგიის მიმდევარი, იუდაიზმის. მაგრამ ისრაელში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ვინც არის ისრაელელი, ანუ ისრაელიდან, მაგრამ არ არის ებრაელი. და ამიტომ გამოვიყენე ეს სიტყვა. მე მოკლედ არასდროს ანუ ძალიან იშვიათად ვხმარობ სიტყვას ებრაელი. ანუ აი თქვათ ვიღაც რომ ესმის ივრითული ლაპარაკი ვიღაცისა, ანუ საზღვარგარეთ რო ვარ, ანუ ხშირად ვამბობთ ხოლმე, ანუ არა მარტო მე უისრაელი, ანუ ისრაელით, ანუ ისრაელელია და არა იუდია, ანუ ის ებრაელია, ანუ ამ სიტყვას ამასაც ხმარობენ რასაკვირველია, მაგრამ უფრო აი ისრაელელი. კაი, წავედი, შევხვდეთ ჩემს მეგობარს. გაიცანით მეგობრებო, ეს არის ჩვენი მსუბუქი მატარებელი. ნუ ეს სიტყვა სიტყვით გადავთარგმნე ივრითულიდან, ივრითულად ვეძახით რაკევეთ ჰაკალა, ანუ მსუბუქი მატარებელი. მე მგონი 2023 წელს გაიხსნა, ძალიან ბევრჯერ გადაიდო სხვათა შორის და მოუთმენლად ველოდებოდი. ბილეთის სისტემა საკმაოდ მარტივია, ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც აპლიკაციის მეშვეობით ვასკანირებ QR codes და ასე ვმგზავრობ, მაგრამ რასაკვირველია არსებობს ალტერნატივა და შეგიძლიათ უბრალოდ სამგზავრო ბარათი გამოიყენოთ, იგივე ბარათი, რასაც იყენებთ სიტყვაზე ავტობუსებში. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს, მაგრამ მსუბუქი მატარებელი სრულად მიწის ზემოთ არ დადის, მისი ნაწილი გადის მიწის ზემოთაც ქუჩებსა და გამზირებზე, ხოლო ნაწილი მიწის ქვეშ, ტუნელებში, განსაკუთრებით თელ-ავივის ცენტრალურ მონაკვეთებში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ქალაქის ყველაზე დატვირთულ უბნებში ტრანსპორტი უფრო სწრაფი და უსაფრთხო ყოფილიყო. სანამ ვიდეოს გადაღებით ვიყავით გართული, აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების თანამშრომელმა ივრითულად ბიტახონმა შემამჩნია, მომიახლოვდა და მკითხა თუ როგორი გამოვიდა ჩემი ვიდეო. სიმართლე რომ გითხრათ, სანამ ვიდეოს გადავიღებდი და სანამ მეტროში ჩავიდოდი, უკვე ვეჭვობდი, რომ შესაძლებელი იყო, რომ შენიშვნა მოეცათ ჩემთვის ვიდეოს გადაღებაზე და აეკრძალათ კიდეც, მაგრამ ვიფიქრე, გადავიღებ და მაქსიმუმ შენიშვნას მომცემენ და წავშლითქო. მან კი მკითხა, რისთვის ვჭირდებოდა ვიდეო და როდესაც ვუთხარი რომ ჩემი ვლოგისთვის მას შემთხვევაში დამრთონება, თუმცაღა დაახლოებით 5 წუთი მესაუბრებოდა ზოგად თემებზე. მოგიტყდებით და გეტყვით, 1 წუთით ვიფიქრე, რომ სრულიად შესაძლებელი იყო დაკითხვაზე შევიყვანე. ჩემმა მეგობარმა საჩუქრად ჩამომიტანა წიგნი და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საჩუქარი, მაგრამ ჩემი მეგობარი გამომიტყდა და მითხრა, რომ ეს წიგნი კონკრეტულად ფერთა შეხამების გამო წამომიღო.
C'est à faire un pinguini, tiro. C'est à faire. სხვადასხვა ამ კაფეში პირველად ვიყავით მეც და ჩემი მეგობარით და ორივე აღფრთოვანებულები დავრჩით. ძალიან გემრიელი იყო და ძალიან ლამაზი და ძალიან სასიამოვნო გარემო. გამარჯობათ მეგობრებო. გილოცავთ შობას მოგვიანებით. იმიტომ რომ ეს ვლოგი რო გამოვა შობა უკვე ჩავლილი იქნება, მაგრამ გილოცავთ შობას. დღეს მე და ჩემი დედაშვილი მივდივართ გამოფენაზე. აუცილებლად დაგაცვალიერებინებთ. ძალიან ცხელა ვეღარ გამიგია როგორი ამინდია ისრაელში ან ციოდეს ან დაცხეს. ისეთი ქარია, რომ ესე მგონია რომ გადამაგდებს აი ამ ხიდზე ხალხო. ამასობაში ამ კვირაში მოვასწარით მე და ჩემმა მეუღლემ ჩემებთან გასვლაც და ხაიფაში მოგზაურობაც და ეხლა სანამ მივალ ჩავსვავ ხა კადრებს. რა საკვირველი ამ კვირასაც არ ჩაუვლია ჩემებთან სტუმრობის გარეშე და სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს სრულიად შემთხვევით მე და დედა გადავაწყდით გამოფენა გაყიდვას, ასე ვთქვათ, ხულონის აზრიელში. სამწუხაროდ იმის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია თუ რა დღეებში ეწყობა ხოლმე ეს გამოფენა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს იყო ორშაბათი დღე, დაახლოებით დღის 2 საათი. თქვენ არ იცით, როგორ მიხარია ხოლმე შემთხვევით, რომ ესეთ ადგილებს გადავაწყდები. Yeah.
ამ კვირას ხაიფაში სტუმრობის გარეშეც არ ჩაუვლია. Რაღაც უცხო და ახალი ნამდვილად არაფერი მინახავს ხაიფაში, საკმაოდ სტანდარტულად ჩაიარა დღე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ აი ეს არაჩვეულებრივი და უგემრიელესი საკონდიტრო მაღაზია გადამეღო და თქვენთვის გამეზიარებინა და მეჩვენებინა. ყველაზე მეტად ამ ხელოვნების ნიმუშის შოკოლადების გასინჯვა მომინდა და დამაინტერესდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემთვის არ შეიძლება. ამიტომ ვისაც შეგიძლიათ და სურვილი გექნებათ, ძალიან გთხოვთ გასინჯეთ, მიზიარეთ, გულინდა დამწყდეს თუ არა. ჩვენ ამასობაში გადაწყვეტილები ვართ, ანანო ლურჯებში, მე ყავისფერებში. დღევანდელი გამოფენის თემა The Spark, ინგლისურად, ანუ ქართულად რო გადავთარგმნოთ, ნაპერწკალი. გამოფენის კურატორის აზრით, ჩვენი ყოველდღიური რეალობა დატვირთულია შეშით, გაურკვევლობით, დამღლელი რუტინით. და აი ამ მომენტში ჩვენ ვეძებთ იმედის ნაპერწკალს, რომელიც ხელოვნებასა და ადამიანებს აძლევს ძალას, სინათლეს შემოიტანონ გარემოში, პირადი თუ კოლექტიური კრიზისის დროს. თელ-ავივში, ძველ ქარხანაში, 50-მდე ხელოვანი 43 ოთახს გადააქცევს ფერად და ემოციურად შემძვრელ მოგზაურობას, სადაც თითოეული ნამუშევარი არის ხელოვანის პირადი ხედვა იმისა, თუ როგორ პოულობენ შთაგონებას რთულ რეალობაში.
პასივური სივრცე. אוי, מותר להתקשקש. כן. הבה נתקשקש שם. აქ წერია რომ დაწერეთო ის რაც ინსპირაციას გაძლევთო. ანა, იცი რა უნდა დაწერო, რაც გაძლევს ინსპირაციას. ოჯახი, კიუტი. მე მგონი რომ მოვიარეთ ყველა ოთახები და ეხლა მივდივართ გარეთ. იქაც რაღაცა ხდება, ხო? წვიმამ გადაიღო, აღარ წვიმს, რა კარგია. გამოფენაზე ძალიან მომეწონა გამოფენა. ზოგადად ძალიან მიყვარს გამოფენები და ესეთი არტისტული წარმოდგენები. ზოგადად მიყვარს ხელოვნება ყველა ფორმაში და ზომაში. და ესეც ერთ-ერთი მათგანი იყო. ხშირად ეწყობა ხოლმე სხვადასხვა თელ-ავივში განსაკუთრებით ესეთი გამოფენები, აი ესე შენობებში და ოთახებში და ძალიან მაგარია და ყოველთვის დავდივარ ხოლმე.
რაღაცა ის. იმედის ბოლო ნაპერიც კარი. ნაპერი კარი რაღაცა ის. Park. ნაპერიც კარი. ძალიან გორში ვარ. ხამაკში. ჩემთვის სახლში რა. მუსიკალურიც ძალიან კარგი იყო. ნაგვის ნაგვის რა ქვია მაგას პარკებზეც რო იყო, კარგი იყო ეგ კაცი რო იჯდა. მოხატული ოთახი რომელი იყო? ხო. ძალიან კაი იყო. ეზო ძალიან ლამაზია, ხო. ეს მოხატული. ხო, ეს კედელიც ძალიან კაია. ძალიან კაი იყო საერთოდ ჯამში. კი. ძალიან. ასე დამგვარად ძვირფასო მეგობრებო დასრულდა ამ კვირის ვლოგი ჩემს დედაშვილთან ერთად. არ დაგავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. იქით შაბათს. კარგად. ესე იგი, ნამდვილი სახე გამოვაჩინა. იმის. სულ გავილუმპეთ ისე წვიმდა და კიდე ვილუმპებით. ესე ვაიმე გავიყინეთ და ფილტვის ანთება უეჭველი. ძალიან კარგად გავერთეთ წვიმაშიც კი. ცხოვრების ხალის არ კარგავთ.